რამდენიმე წყაროს ცნობით, მათ შორის რადიო თავისუფლების ბაქოში გაათავისუფლეს სპუტნიკ აზერბაიჯანის თანამშრომლები. 5 თანამშრომელზე არის საუბარი, რომლებსაც ჰქონდათ აზერბაიჯანის მოქალაქეობა. ისინი გათავისუფლებული არიან ხელწერილის საფუძველზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ დატოვებენ ქვეყანას, სანამ მიმდინარეობს გამოძიება. ხოლო რუსული მედიის ბაქოს ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი კვლავ საპატიმროში რჩებიან. რუსული მედია მანამდე ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შედგა რუსეთის კონსულის შეხვედრა დაკავებულებთან და ახლობით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ეს შეხვედრა. დამატებითი დეტალები ამასთან დაკავშირებით არის უცნობი. მე შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს დააკავეს რუსული საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკის ფილიალის თანამშრომლები თაღლითობისა და უკანონო მეწარმეობის ბრალდებით, ასევე დააკავეს რუსეთის დაახლოებით 10 მოქალაქე კიბერდანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის მუხლით. მოსკოვსა და ბაქოს შორის დიპლომატიური სკანდალი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს ეთნიკურად აზერბაიჯანელები, რომლებიც არიან ეჭვმიტანილი მკვლელობაში, რომელიც რუსეთში მოხდა 2001, 10 და 11 წელს. დაკავების დროს 2 ეჭვმიტანილი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი, რომელიც ასევე დააკავეს, შემდგომ მიიყვანეს სასამართლოში და მათ ჰქონდათ გარე დაზიანებები. ამის ამსახველი კადრები, ფოტოები გავრცელდა მედიაში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა დაუყოვნებლივ გამოძიების ჩატარება დარღვევებთან დაკავშირებით. რუსული მხარე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაღუპვის მიზეზი იყო გულის უკმარისობა და ჯანმრთელობის პრობლემები, ხოლო მეორე ეჭვმიტანის სიკვდილის მიზეზი ამჟამად ჯერ კიდევ დგინდება. სერიოზულად დაიძაბა ურთიერთობა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ამის ფონზე და როგორც ცნობილი არის, აზერბაიჯანმა გააუქმა ყველა კულტურული ღონისძიება, რომელიც აქამდე დაგეგმილი იყო რუსეთთან ერთად.